გამარჯობათ მეგობრებო, ბოდიშით გუშინ ძალიან აღელვებულზე ჩავწერე ეს ვიდეო და ვერ მოვახერხე დეტალური აღწერილობის გაკეთება აქედან გამომდინარე. დღეს ამ ვიდეოში შევეცდები, რომ ყველა თქვენგანის ინტერესი დავაკმაყოფილო. მოკლედ, პირველი იქიდან დავიწყებ. რა არის სტეროიდი და დოპინგი? ეს ერთი და იგივე რაღაცაა, მეგობრებო, ვინც ვერ ერკვევით და გეგონათ, რომ დოპინგი სხვა რაღაცაა და სტეროიდი სხვა რაღაცაა, ცდებით. სტეროიდი იწვევს რას? იწვევს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა ფეხის გულები ქონდა, როგორც ბევრმა აღნიშნა, ყვითელი. ეს გამომდინარეობს სტეროიდიდან, იგივე დოპინგიდან. ეს სტეროიდული პრეპარატები იწვევს ადამიანში იმას, რომ აღდგენა ეძლევა ძალიან დიდი და მომენტალური, მყისიერი შემიძლია ვთქვა. სტეროიდების მიღება იწყება ჩხუბამდე დაახლოებით თვე-თვენახევრით ადრე, ეს არ ხდება ისე, რომ რაღაცა ძალის ელექსირი იყოს და დალიო და всё, გახვიდე და რაღაცა რამოდენიმე წამში მოქმედოს, მსგავსად არ ხდება, მეგობრებო. ამისთვის საკმაოდ ბევრი ადამიანის ჩართულობა არის საჭირო, კონკრეტული ვარჯიშები, კონკრეტულ სტეროიდულ დანამატებზე, რომ კონკრეტული განხრა განავითაროს ამან. რომ არ ვერკვეოდე და ვბჟუტურებდე, როგორც დამიწერა ვიღაცებმა კომენტარებში მერწმუნეთ, ამაზე პირს არ დავაღებდი და არ ვილაპარაკებდი. ვერკვევი, რადგან ტაილანდში თითქმის ყოველი მეორე მაგას იკეთებს და მიჩხუბია ისეთ ადამიანებთან, ვინც ყოფილა სტეროიდზე და ვიცი როგორ გამოიყურება სტეროიდის ძალა, აღდგენა და ასე შემდეგ. რომ არ ვიცოდე, არ ვიტყოდი და ისეთები ლაპარაკობთ მსგავს თემებზე, ვინც მართლა გარტყმაში არ ხართ, რას ლაპარაკობთ. კიდევ მინდა აღვნიშნო ის, რომ გეიჯს ხელში ქონდა ბინტები, რომელიც იყო თაბაშირი, ანუ მსგავსი რაღაცა არსებობს, მაგრამ ამოწმებენ ხოლმე ყოველთვის ამოწმებს სპეციალისტი, რომ თაბაშირის გამოყენებით ან რკინების ჩადებით, რომელიც ასევე ხდება, რომ რკინას დებენ აი ამ ნაწილში და მაგითი იბძვის მოწინააღმდეგესთან. ეს რამდენად ქონდა რკინა მაგას ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ჩანს იქ, რომ გათაბაშირებული იყო ბინტები. ამას გავაგზელებ ახლა მესამე წუთი გავადა. მოკლედ, შევჩერდით თაბაშირის ბინტზე, ხო? სპეციალურად აკეთებენ ამ ბინტებს. თავიდან არის რბილი, შემდეგ უკვე გაუფლიანებასთან, როცა შევა ოფლთან რეაქციაში მყარდება. რის შედეგადაც ბევრად უფრო ძლიერი დარტყმებია, მეგობრებო, რომელიმეს გინახავთ ილია ასეთი დასახიჩრებული სახით, ან გეიჯი ისეთ დარტყმებს აკეთებდა, რომ ასეთი სახე მასე დაესახიჩრებინა სახე? ანუ არანაირად, ეს იყო ყველანაირად დამსახურება იმის, რომ ბინტები იყო მყარი. კიდევ მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვისაუბრო, გაყიდა ბრძოლა, ბიჭო, ანუ ქართველები ხართ, თუ ქართველების მტრები ხართ, რას ქვია გაყიდა ბრძოლა? ანუ ჯერ დააკვირდით ჩხუბს, ადამიანი, რომელიც ყიდის ბრძოლას, მაგალითად მოვიყვან მაიკ ტაისონს. მაიკ ტაისონის და ის მაღალი ტიპი რო არის, ტიკტოკერია თუ იუთუბერი, ყველას რო ეჩხუბება. მაიკ ტაისონმა გაყიდა ბრძოლა, რადგან მაიკ ტაისონს მომენტები ქონდა, როცა შეეძლო დაერტყა და არ ურტყავდა. შეეძლო სახე გაეგლიჯა და არ უგლიჯავდა.
ილიამ კიდე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოგება წამოეღო, საქართველოს დროშა აეფრიალებინა და ნუ კარგავთ მეგობრებო დამსახურებას ამ ბიჭს. ზოგადად ქართველებს ძალიან უყვარს, ყველას არა, მაგრამ გამოჩნდებიან ხოლმე ისეთები, ვისაც უყვართ ჯერ გაღმერთება და შემდეგ უცებ ოპა წააგო და всё, განულება, მასე არ ხდება ხალხო. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ჩემ თვალში ილიას არ წაუგია, ჩემ თვალში ილიამ ეჩხუბა მონსტრს, რომელიც იყო რაღაცა სტეროიდულ პრეპარატებზე და აღდგენას აკეთებდა მყისიერად, პლუს ამასა თაბაშირი ედო ხელებზე და თაბაშირი ფაქტიურად ბეტონს ეჩხუბებოდა ილია, მაგრამ თვალი დაუზიანდა და მაინც ექიმი ეუბნებოდა ბოლოს, რომ გაჩერდი, всё, მორჩა. დამთავრდა ჩხუბი და არა გამიშვითო მაჩხუბეთო. და თქვენ კიდე წერთ იმას, რომ გაყიდა ბრძოლა, არ გსხვენიათ? აი მე მართლა ვერ ხვდები, რატომ ხართ ასეთი ბოროტები, დაბოღმილები და ასეთები რატო ხართ, ვერ ვიაზრებ უბრალოდ. კიდევ დავამატებ იმას, რომ ბოლოს გეიჯმა გააკეთა სალტო. სალტოს შედეგად კისერი ისე გადაიბრუნა და ისე წამოდგა, თითქოს არაფერი არ ყოფილა და სტეროიდი ვინც ვერ ერკვევით, საუბრობთ, ძალიან გთხოვთ რა. გვაცადეთ ისეთ ხალხს საუბარი, ვინც ჩახედული ვართ კონკრეტულ საკითხში. მე ამ სფეროში ვარ, ხალხო წლებია უკვე. და მე შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო ისე, რომ ადამიანებს, რომლებიც ვერ ერკვევიან, გავაგებინო რეალურად რა არის სიმართლე. მაგრამ როცა თქვენ იწყებთ საუბარს და ვერ ერკვევით, უკვე იბნევა ეს ხალხი. და აღარ შეუძლია. ეხლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო, დროებით წარმატებები ყველას და რა ვიცი, ყველა ქართველს გისურვებთ, რომ უპირველეს ყოვლისა იყოთ თბილები, კარგები ერთმანეთის